დავბრუნდით სტუმართან ერთად. მანონ ბულისკირია შემოგვიერთდა, პოეტი და მხატვარი. მოგესალმებით. დღეს მთელი ჩვენი გადაცემა რაღაცა გაზდევს, ასე ვთქვათ, აფხაზეთის თემა. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ხვალ სწორედ სიმონკანების დღეა. გილოცავთ და ასევე გილოცავთ შემოღმელის და წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. მეც გილოცავთ. მადლობა. ცოტა ხნის წინ გქონდათ გამოფენა, მე სამწუხაროდ არ ვიყავი და ვერ მოვიტყუები. თქვენი 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მეგობარმა მომიყვა. და საინტერესოა გითხრათ რა თემატიკით ამჟამად წარსდექით ნახველის წინაშე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის და საერთოდ დიდი მადლობა იმისათვის, რომ ყოველთვის რაღაც აფხაზეთი განსაკუთრებულად გახსოვთ და ეგიდან წამოსული ადამიანები. ჩვენი ვალია ყველას. დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩემ გამოფენას და საერთოდ მხატვრობას. ხატვა დავიწყე 1 წლის წინ, უბრალოდ ჩავიფიქრე 1 წლის წინ და ხატავ 9 თვეა. დიახ, ესე უცებ, მაგრამ ფუნჯი არ ამეღია ხელში. და გამოვიდა ისე, რომ მე არ გადამიწყვეტია, რა თქმა უნდა, რომ ეს დავხატე და გამოვფინე, ხო? რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ როდესაც დამიგროვდა ეს ნახატები, გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა, იყო გამოხმაურებები, გამომეხმაურა ადამიანი, რომელიც Facebook მეგობრებშიც არ მყავდა მაშინ და მითხრა, რომ თუ სურვილი გექნებათ, ჩვენ გამოვფენ ჩვენ გალერეაში თქვენ ნახატებს. თემატიკა საინტერესოა. იცით რა არის თემატიკა, არ არის რაღაც კონკრეტული თემა. საერთოდ ხო, ხელოვნებაში ცოტა მიჭირს რაღაც თემატიკაზე, ეს პოეზიაშიც ასე ვარ, რაღაცნაირად ისეთი თემა მაქვს. ვერ ვიტყვი რომ გლობალური, მაგრამ მაინც რაც მაწუხებს. მესმის. დიახ. მე ვუთხარი რომ მე არა ვარ მხატვარი და მითხრა რომ მე დიპლომი არ მომითხოვია თუ თქვენი ნამუშევრები რასაც ვფენ. ეს ჩემთვის საინტერესოა. მე რა თქმა უნდა გავესაუბრე და ამ ადამიანმა ნახა ჩემი ნამუშევრები, დამარწმუნა რომ უნდა გამომეფინა, მაგრამ რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პროფესიონალიზმს და ცოტა ვორჭოფობდი. მე ნახეს მხატვრებმა და რაღაცნაირი მე ვერ ვიტყვი ახლა ცოტა უხერხულია ჩემთვის, მაგრამ შეფასება იყო ისეთი, რომ გადავწყვიტე გამომეფინა. 22 აპრილს გალერეა შავთელში, ეს არის შავთელის 3 ნომერში შედგა ეს გამოფენა. თავიდან იყო 1 კვირით გამოფენილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაინტერესებაც იყო, ნახატებიც გაიყიდა და 2 კვირა გაგრძელდა ეს გამოფენა. ეხლა მე ვერ ვიჯერებ. არ გინდოდათ გამოფენა. რა საინტერესოა რა, ცხოვრებაში ფუნჯი არ ამიღია ხელში. აი როგორ მოხდა ეს რამე ბავშვობაში აი როგორც ყველა ხატავდი, არანაირი გამორჩეული ვთქვათ არ ვიყავი, მაგრამ ბავშვობაში ჩვეულებრივად ხატავდი და მე მოხდა ისე აი რაღაცნაირად იცით განწყობის და ემოციების ადამიანი ვარ და ძალიან ემოციური იყო 2014 წელი. რაღაც მინდოდა აი მე აღნიშნეს ბევრჯერ თქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ როდესაც ემოცია გადმომქონდა ლექსებში, რაღაცნაირად ეს ხელშესახები არ იყო ჩემთვის და მინდოდა რომ შევხებოდი ამ ყველაფერს და სურნელი შემეგრძნო და გადავწყვეტე რომ ეს იქნებოდა ტილოთა სახე. სურნელი შეგეგრძნოთ და ეს ყველაფერი ფერებითაც გამოგეხატათ. ან ძირითადად ეს ფერწერული ნამუშევრებია თუ რეალისტური ფოტო? ფერწერულია, ძირითადად აბსტრაქცია, არის ფიგურატიული რამდენიმე ნამუშევარიც, მაგრამ ძირითადად აბსტრაქცია, როგორც ლექსები მაქვს დაახლოებით. აი, კარგია რომ თქვენ თვითონ გაგვიძეხით აქეთკენ. პოეზიაზეც გითხარით ორი სიტყვა, არ თქვათ რომ ესეც 1 წლის წინ დავიწყე. არა, პოეზია ორგანულია ჩემთვის. ბავშვობიდან წერ და რა ვიცი, აქ გარკვეული დამოკიდებულება, თქვა, ჩემი ტექსტებისადმი მაქვს, რა თქმა უნდა, რასაც ვერ ვიტყვი ჯერჯერობით მხატვრობასთან დაკავშირებით. შეიძლება როგორც დავიწყე, ისევე უცებ მივატო ეს ყველაფერი რაღაცნაირი. იმიტომ კი არა, რომ თქვა, სურვილი არ მაქვს, უბრალოდ რა ვიცი, ყველანი თავისებურები ვარ და ხდება, ხო, ადამიანს. მესმის, კი, რასაც ხო. ამიტომ პოეზია ეს არის ის, რასაც მე ვერ ვეშვები. 3 კრებული თუ 4 კრებულია კი გამოცემული კი და ვიმედოვნებთ რომ სულ მალე მეხუთესაც ვიხილავთ და მუშაობის პროცესში ხართ ახლა განსხვავებული იქნება როგორც შინაარსით ისე რით არის განსხვავებული ეს 4-ვე კრებული 4-ვე კრებული განსხვავებულს ვერ აი პირველი იყო ლირიკა
ძირითადად. და შეიძლება ითქვას, რომ პირველი კრებული იყო განსხვავებული, ეს შეიძლება იმიტომ რომ ასაკიც იყო ცოტა პატარა ვიყავი. შემდეგი დანარჩენი სამი კრებული განწყობით და თქვათ თემით გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენი თაობა ის თაობა, რომელსაც ყოველთვის რაღაც აწუხებს, რაღაცნაირი თაობა ვართ, ხო? ხო, ეს რაც არ უნდა ადამიანი იყო ბუნებით, როგორიც არ უნდა იყო, ის საერთო სატკივარი, რაც შენ ქვეყანას შენს ერთს აწუხებს, ყოველთვის გადმოდის ხელოვან ადამიანში და ამიტომ ეს აისახათ არსებურად. აფხაზეთი და მანონ ბულისკირია. უნდა შევეხოთ ამ თემასაც, იმიტომ რომ იწურება ჩვენ. ეს ერთი და იგივე ჩემთვის. ხო? აი რა არის თქვენთვის? შეიძლება ძალიან ბანალურად ვამბობ ამ შეფასებას. არა, გასაგებია, მაგრამ ეს ხელოვანი ხართ და ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას. დიახ, ეს არის მე რასაც ვქმნი და საერთოდ რისკენაც მივისწრაფები, ეს არის აფხაზეთი. აფხაზეთით სუნთქ. როგორია თქვენს მეხსიერებაში? ჩემ მეხსიერებაში აფხაზეთი არ არის, თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა გავატარე და თითქოს ბავშვობის პერიოდი უნდა იყოს ძალიან ისეთი ხალისიანი, ეს არ არის. არა, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში დავკარგე ოჯახის წევრები, აი როცა უკვე ხვდები ხო რაღაცნაირად დააცნობიერებ ამ ყველაფერს, მამა დამეღუპა, მე იყო ეს დევნილობის პერიოდი 93-ში. რამდენი წლის იყავით? მაშინ ვიყავი მეორე კურსი, ესე იგი სადღაც 18-19 წლის. ხო, პატარა არ ვიყავი, ხო. აი შემეძლო იმ რეალობის საქმე და ეს ძალიან მწარე რეალობა იყო, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, არ ასოცირდება რაღაც სიხარულთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აი როდესაც რაღაც ვეხები ხო რაღაც კონკრეტულ თემებს ეს ხელოვნებაში იქნება თორე ყოველთვის მახსენდება აფხაზეთი და რაღაც ყველაფერი არის აფხაზეთთან მიმართებაში. დიახ. რამე ლექსი რო გთხოვთ, შეგიძლიათ რო წაგვიკითხოთ? აფხაზეთზე? ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ ხომ არ შეეცათ კაპიტანმა რომ გადმოგეცათ ეს თქვენი დამოკიდებულება და აი ეს ღელვა ის განცდები რა თქმა უნდა ტილოებში არის და უფრო საგრძნობიც არის, იმიტომ რომ პოეზიაში მე არასოდეს ვაკონკრეტებ, თქვათ, შეიძლება იყოს ჩანდეს ტკივილი, მაგრამ ის რა ტკივილია, იმიტომ რომ ყველას თავისებური ინტერპრეტაცია შეუძლია, ყველას შეუძლია თავისად მიიღოს ის ლექსი და როცა ტილოების საუბრობთ, მაშინ იქ უფრო ჩანს, ის უფრო თვალსაჩინოა და შეიძლება ამიტომაც ზოგისთვის იყო უკვე ცოტა ჩემთვის ასაცილოა საუბარი, მაგრამ აი ისიც კი გაჟღერდა, რომ უფრო მხატვარი თუ უფრო პოეტი. იმიტომ რომ ბევრმა იქ უფრო დაინახა, თქვათ, ემოცია ვიდრე პოეზიაში. გთხოვთ რომ ლექსი წავიკითხოთ. ბატონო, წავიკითხავ სიამოვნებით. არ მომიკიდა ამის ხლიტა ფიქრმა. ფანჯარას შუბლით ვეყრდნობი. როგორ გნატრო ვიცი ამდილი. ახლა აქედან გზა რომ გზა, გზები არ ჩანა. თუ დამიჯერებ, არც ესცაა თითქოს ნამდვილი. კი არ მოვედი, მოვლასლასდი, რასაც ნაური სიმარტოვეა, რომ ძგავაგნო ახლა კარისკენ საწამსვლელი ვარ. ყველაფერი რასაც ავურებ თვითონ ლაგდება და ამ ჯერზეც ალბათ გავრისკავ. ახლა გაზაფხულს გავაგრძელებ ზამთრის კიდიდან. უფრო სევდიანს ვიდრე იყო შარშანწინ. პატარა ბიჭი ყოჩი ვარდებს მარდად ყიდის და იქვე იებით მეორეა, მასაც აქვს შანსი, რადგან გაზაფხულს ყიდულობენ ქალაქელები. მიაქვთ სახლებში სურნელება მთების, კორდების, დგავარ სარკმელთან, მამჟღავნებენ ახლა ხელები. ცოტ-ცოტა ყველა, მიხარია, წუხვარ, ვღონდები, არ მომიკიდა, ამის ხლიტა ფიქრმა, მერე რა, ქრქალი ცისფერი გადმომედო, გნატროფ ამდილით, სისულელეა ყველაფერი, ცრემლი მერევა, ამ გაზაფხულზე მხოლოდ სევდა არის ნამდვილი. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. ძალიან სასიამოვნოა. სამწუხაროდ ამოიწურა დრო, უნდა დაგემშვიდობოთ. წარმატებები გისურვოთ როგორც პოეზიაში, სიტყვის, ასე ვთქვათ, ზღვაში, ასევე ფერების ოკეანეში, არა, მეც პოეტურად გამომიგონა, ხო? ასევე მხატვრობაში. დაგემშვიდობებით. მადლობა და იმედია რომ ოდესმე ვიქნებით თქვენი სტუმრები აფხაზეთში. გაიხარით აუცილებლად. აუცილებლად ვიქნებით. თქვენდილოების გაუმფენას და ახალი კრებულების პრეზენტაციას აუცილებლად იქ დავეშწრებთ. გაიხარით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შევახსენოთ სოფიო ტელემაყურებელს, რომ მანონ ბულესკირია, პოეტი და მხატვარი გახდათ ჩვენი სტუდიის სტუმარი.